გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელიას მორიგი აღიარება. სიახლე მიქაუტაძის და ქოჩოლაშვილის ტრანსფერების შესახებ. ვიდეოს დაწყებამდე ერთი პატარა თხოვნა მაქვს. დამითმე სულ ორი წამიდა ვცადოთ რომ ეს ვიდეო 2000 მოწონებამდე ავიყვანოთ. ასევე გამოიწერი არხი რათა 100000 გამომწერზე ავიდეთ. მადლობა ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. ლანსთან მარცხის შემდეგ ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ლუის ენრიკე ქართველის თამაშით კმაყოფილი არ იყო. ერთადერთი საინტერესო დეტალი ისაა რომ PSG-მ შეტევაში ახალი ფეხბურთელები დაიმატა და ფრანგული პრესა მიიჩნევს რომ კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი რა თქმა უნდა PSG-ს დონის გუნდში სრულიად ბუნებრივი პროცესია. ცოტა ხნის წინ კი ხვიჩას თამაშზე კიდევ ერთი საინტერესო შეფასება პიერ მენესმა გააკეთა. ფრანგმა ჟურნალისტმა ხვიჩა ნეიმარსაც შეადარა და საკმაოდ ხმამაღალი ფრაზა თქვა. მისი შეფასებით მიღწევების თვალსაზრისით კვარაცხელიამ PSG-სთვის უკვე იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ნეიმარმა. ასევე მან კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გაუსვა ხაზი. მისი აზრით ხვიჩას თამაში უკვე შეინიშნება განსხვავება ლიგა 1-ის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრებსა და დიდ ევროპულ მატჩებს შორის. მენესის შეფასებით კვარა ზოგჯერ პატარა მატჩებში ძალებს ზოგავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე და ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში სრულიად სხვა ინტენსივობით თამაშობს. ეს მოსაზრება შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ბოლო პერიოდში ხვიჩას საუკეთესო მატჩების დიდი ნაწილი სწორედ ყველაზე დიდ სცენაზე გვინახავს. სწორედ ამიტომ ევროპაში ხვიჩაზე საუბარი კვლავ არ წყდება. მაგალითად ESPN-მა გასული სეზონის 100 საუკეთესო ფეხბურთელი პოზიციის მიხედვით დაასახელა და გარემარბებს შორის კვარაცხელია მსოფლიოს მესამე საუკეთესო ფეხბურთელად შეაფასა. ხვიჩაზე წინ მხოლოდ ლამინ იამალი და მაიკლ ოლისე დააყენეს. ანუ ESPN-ის შეფასებით კვარამ ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო როგორების ვინისიუს ჟუნიორი, ბუკაიო საკა, რაფინია, დეზირე დუე და სხვები არიან. ESPN-ი ხვიჩას აღწერისა საკმაოდ საინტერესო ფრაზასაც იყენებს. ეს არის ფეხბურთელი, რომლის ანახავადაც ბილეთს ყიდულობ და სტადიონზე მიდიხარ. გამოცემა განსაკუთრებით მის დრიბლინგს, ტექნიკას, სისწრაფესა და გოლის შექმნის უნარს გამოყოფს. ასევე მათ კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სტატისტიკას გაიხსენეს. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ედიზე 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ეს უკვე საკმაოდ კარგად აჩვენებს, თუ რატომ გახდა ხვიჩას შემთხვევაში მთავარი არგუმენტი სწორედ დიდი მატჩები. გამოცემის შეფასებით 25 წლის ხვიჩა ახლა სწორედ იმ ასაკში შედის, როცა ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო წლები უნდა დაიწყოს. და ახლა აქედან უკვე გადავდივართ თემაზე, რომელზეც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, ოქროს ბურთზე. ბრიტანულმა TalkSport-მა სპეციალური ანალიზი მიუძღვნა კითხვას, იმსახურებს თუ არა ხვიჩა ოქროს ბურთს. თავიდან გამოცემა სხვა მთავარ კანდიდატებზეც საუბრობს. ჰარი კეინმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. კილიან მბაპეს ბუნებრივად ერთ-ერთი ფავორიტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ კეინმა ოქროს ბურთის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა. ძალიან ვამაყობ იმ სეზონით, რომელიც ჩავატარე. ინდივიდუალური თვალსაზრისით ოქროს ბურთი ყველაზე დიდი ჯილდოა, რომლის მოპოვებაც შეიძლება. ის ჩემს ხელში არ არის. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო რომ ეს ჯილდო მომეგო. რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მიღება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ 2-3 თვეა. ახლა ჩემთვის მთავარი ახალ სეზონზე ვკონცენტრირდე. ჩვენ დიდი ამბიციები და დიდი მიზნები გვაქვს, განაცხადა კეინმა. თუმცა TalkSport-ის ჟურნალისტი ენდი ბრასელი კვარას შემთხვევაში პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე ამახვილებს ყურადღებას. ბრასელის შეფასება საკმაოდ პირდაპირია. თუ მსოფლიოში საუკეთესო არ არის, ამასთან ნამდვილად ძალიან ახლოსაა. შემდეგ კი მან ხვიჩას ერთი მნიშვნელოვანი თვისება გამოყო. ქართველ შეუძლია გუნდს ბურთითაც უზარმაზარი სარგებელი მისცეს და ამავდროულად უბურთოდ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულოს. მეტი რა უნდა გინდოდეს ფეხბურთელისგან, მას ყველაფერი აქვს და ჯერ კიდევ მხოლოდ 25 წლისაა, ამბობს ბრასელი. ამრიგად ხვიჩას სახელი უკვე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების, გამოცემებისა და ექსპერტების მხრიდან დამოუკიდებლად ჩნდება ამ დისკუსიაში. ამიტომ ვნახოთ თუ რა მოხდება 26 ოქტომბრამდე. ქოჩოლაშვილის გარშემო ძალიან საინტერესო სატრანსფერო ამბავია. ესპანური მედიის ინფორმაციით, სევილია ქართველ ნახევარმცველთან შეთანხმებას უახლოვდება და კლუბს გარიგების დასრულება უკვე უახლოეს დღეებში სურს. ესტადიო დეპორტივო წერს, რომ ქოჩოლაშვილსა და სევილიას შორის პირადი კონტრაქტის ძირითადი პირობები პრაქტიკულად შეთანხმებულია. ახლა კი მთავარი საკითხი სპორტინგთან საბოლოო ფორმულაზე შეთანხმება. პორტუგალიური კლუბი დაახლოებით 5,5 მილიონ ევროს ითხოვს. სევილია ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე იჯარის ვარიანტსაც განიხილავს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ან გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გამოსყიდვით. მოლაპარაკებები ბოლო საათებში წინ წავიდა, თუმცა გარიგება ჯერ 100%-ით დასრულებული არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თავად ქოჩოლაშვილსაც სევილიაში გადასვლას
სურს. ამიტომ ახლა მთავარი დაბრკოლება მხოლოდ კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება. კომენტარებში კი დაწერეთ თუ როგორ შეაფასებდით ამ ტრანსფერს. მიქაუტაძის გარშემო სატრანსფერო სიტუაცია კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ბოლო დღეებში ქართველ თავდამსხმელს უკვე რამდენიმე საკმაოდ სერიოზულ კლუბს უკავშირებენ და ამ სიას ახლა ნიუკასლიც დაემატა. თუმცა დავიწყოთ ბარსელონათი, რადგან ესპანეთში გიორგის კანდიდატურაზე საუბარი კვლავ გრძელდება. კატალონიურმა კრონიკა გლობალმა, რომელიც ცნობილი ესპანური გამოცემა ელ ესპანიოლის პარტნიორია, ბარსას სამომავლო სატრანსფერო გეგმებზე საკმაოდ საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. ესპანური გამოცემა წერს, რომ შედარებით ხელმისაწვდომი ცენტრალური თავდამსხმელის დამატების შემთხვევაში ბარსას ფინანსური რესურსი სხვა პოზიციებისთვის დარჩება. ანუ იდეა მარტივია. ხულიან ალვარეში უზარმაზარი თანხის გადახდის ნაცვლად კატალონიელებმა შეიძლება შედარებით იაფი თავდამსხმელი შეიძინონ და დარჩენილი თანხა დაცვისა და სხვა პრობლემური პოზიციების გაძლიერებას მოახმარონ. საინტერესოა ისიც, რომ მიქაუტაძის გარდა სტატიაში კიდევ ერთი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი სახელი ფიგურირებს. ეს კი აიმერიკ ლაპორტია. ბარსას დაცვის ცენტრის გაძლიერებას სურს და გამოცემის შეფასებით ლაპორტი ამისთვის ძალიან საინტერესო ვარიანტია. მით უმეტეს ესპანეთის ნაკრებში მან უკვე ითამაშა პაუ კუბარსის გვერდით და მათ შორის შეთამაშება პრობლემა არ ყოფილა. ამიტომ ნახოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კატალონიური კლუბი. მათ თავდამსხმელი ესაჭიროებათ. ხულიან ალვარესის ტრანსფერი კი უკვე საკმაოდ ბუნდოვანია. შესაბამისად მიუყვეთ მოვლენების განვითარებას. თუმცა მაქამდე ინგლისიდან კიდევ ერთი საკმაოდ ხმაურიანი მიმართულება გამოჩნდა. ფიჩახესის ინფორმაციით გიორგით ნიუკასლის ინტერესდება. წყაროსნობით ინგლისური კლუბი შეტევის გაძლიერებას გეგმავს და 25 წლის ქართველი თავდამსხმელის ანაცვლოდ დაახლოებით 55 მილიონი ევროს გადახდისთვისაც მზადაა. რა თქმა უნდა, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ. ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ნიუკასლმა ვილიარეალს ოფიციალურად 55 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა. საუბარია კლუბის ინტერესისა და იმ თანხის შესახებ, რომლის გადახდაც შესაძლოა განიხილებოდეს. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება თავად ვილიარეალია. ესპანელებს გიორგის გაყიდვა საერთოდ არ სურთ. უფრო მეტიც, სხვადასხვა ცნობით თუ რომელიმე კლუბი მიქაუტაძის წაყვანას რეალურად გადაწყვეტს, ვილიარეალმა შესაძლოა 80 მილიონზე მეტიც კი მოითხოვოს. ამიტომ რეალობა ასეთია. კლუბებს გიორგის მიმართ ინტერესი აქვთ, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერჯერობით პირველი ნაბიჯი არ გადაუთგამს. შესაბამისად, რაც უფრო დრო გადის, გიორგის კლუბიდან წასვლა მით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია. მით უმეტეს, რომ მისი გაშვება აღარც ვილიარეალს სურს, რადგან მისი წასვლის შემთხვევაში მათ ფიზიკურად დრო აღარ ექნებათ, რომ შესაბამისი შემცვლელი მოიყვანონ. კომენტარებში კი დაწერეთ, რას ფიქრობთ, რა იქნება მიქაუტაძის კარიერისთვის უმჯობესი, დარჩენა ვილიარეალში თუ ახალ კლუბში გადასვლა. ბარსაში გადასვლის შემდეგ როდრიმ პირველი კომენტარის გააკეთა. ესპანელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და კარიერის ახალი ეტაპის დაწყებით ძალიან ბედნიერია. ბარსელონა ჩემთვის გლობალური სტანდარტია. ფეხბურთის გამო გავიზარდე და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი, განაცხადა როდრიმ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბარსასთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეზონში დაახლოებით 15 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მანჩესტერ სიტიმ ტრანსფერში 60 მილიონი მიიღო და ამას 15 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. როდრი ახალ გუნდში 16 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა კი სიტიში 2019 წლიდან 298 მატჩი ჩაატარა. ახლა კი ბარსასთან ერთად კარიერის ახალ ეტაპს იწყებს. ბარსას ქომაგებმა კი კომენტარებში დაწერეთ თუ როგორ მოგეწონათ ეს ტრანსფერი. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.